ის ჩართე. ბუხარი ჩართე და იყოს გაბარჯობათ. ერთხელ როგორც აქონა იგი. ბუხარი ჩართე ვითომ გვინთია. YouTube-ზე ბუხარი ჩაწერა. პაპას ეჭირა. ერთხელ აქონა იგი. ჩაუწიეთ ან როის არტი საქმას და ბუხარი ჩართე YouTube-ზე. დავიგვიანე კი. უბრალოდ იმიტომ დავიგვიანე, რომ ჩემო მთილი მყავდა სტუმრად და ვიჭორავეთ აქეთური იქითური არ ჩაბოცვიდეთ. ხო და შევყევით რამე რავია, ხო იცით, სარეცხები, mareცხები, ისინი ესენი და ჰოპ. დღეს მცხეთაში უნდა წავსულიყავი, მაგრამ არ წავედი, სახლში ვარ. ყველა სასაცილო რა იყო, იცით, დილით 9-ისთვის უნდა წასულიყვნენ ბავშვები, უბრალოდ 9-ზე უნდა ყოფილიყვნენ იქ და გუში რეპეტიციიდან მოვიდნენ გვიან. ხო და ფორმები ხალა, ნუ რო გუშინ წავიდნენ რეპეტიციაზე გაუთოებული და მე ეგევე რომ მოიტანეს, კიდე უნდა გამესვა და მეთქი ხვალე 9-ზე უნდა იქ ვიყოთო ივანემ რა 9-ზე გავდივართ აქედანო და მე უთხარი ხარ რამდენი ხანი უნდა გაუთოვებას ხვალე დილით ავდგები გავაუთოვებ მეთქი და 8 საათზე ავდექი სინამდვილეში სანამ ესენი მოემზადებოდნენ რაღაცა გაუმზადე ყველანაირი ჩოხები ბარბარის ცალკე ივანეს ცალკე დაუბინავე ჩაულაგე რაღაცა და მე ტრადიცია სანამ წავლენ ხოლმე ყველაფერს ესე ულაგებ მე აუწი ახლა აუწი შილო აუწი ყოველი ხელის დაწოლაზე აუწი კაი ეყო არ გვიდე მომე კემის დახატეში დიდათ არა ჩანს მაგრამ ბუხარი მინთია ტელევიზორში ხალხ ხო და ერთი სიტყვით გაუმზადე 9-ის ნახევარზე სულ ყველაფერი მზად იყო საჭველი ჭამეს კვირა დღე არსად არ მივდივართ ნინოს ძინავ ლაშაც ტაძარში უნდა წასულიყო მოკლედ არაფერი ისეთი საქმე არ იყო ამით ჩვენიერი გამოდიოდა და ვიფიქრე რომ ბავშვებს უთხარი მე უთხარი მზად არის ჩაიცვით შიტ და მე ვიწინებ მეთქი და დავწექი ისევ სადღაც 9-ისთვის 10 წუთები არ იყო 9-ისთვის დავწექი დილას რო გამეღვიძა ნინოს ხმა გამაღვიძა და კარებს ტოვებ ხოლმე ღიას რომ ის კედელი რო ნესტიანდება მაინც აღარ იყოს სხვადასხვა ტემპერატურა და ამ მოთახში იყოს რა ხო და ღიას ტოვებ ხოლმე მთლიანად და კაცო ვიცი რომ ბავშვები არ არიან სახლში ლაშა ვიცი რომ ეკლესიაში რომ მიდიოდა ხმა გავიგე ნინოს ეძინა მაგრამ ვიღაცას ელაპარაკება და ყურში მომესმა ბიძინას ხმა ვაი მანანა გაქარი ქალო კაცი თბილისიდან აქ ამოვიდა და შენ გაშხლართული წევ ხარ საწოლში ისეთი საქმიანი სახით ავდექი ისეთი საქმიანი სახით ავდექი ეგ მაგთმები ხო და ვითომ კაი ხნის გაღვიძებოდი მე ნინო ვინ მოვიდა ეკითხები რა ვინ მოვიდა კალო გამოდი აყავა და ალეინია რაღაცა ესე საქმიანი იერით დავხვდი მძინარე კაცსა. ხო და მე ეხლა რო არ ეთქვა რომ აი რა გეშველებაო სანამ აქ იყო მე ლაშა მოვიდა სანამ ლაპარაკობდნენ მამაშვილი ჭორაობდნენ რაღაცას არ ეცხი დავფინე ახარ ვიცოდი სადაც იჯდა იმ ფანჯარასთან გავდიოდი და გამოდიოდი ხანის ვედრა დაბლა რო არ დაენახა მაღლა ვწერდი რომ ფანჯარაში დაენახა რომ მოძრაობდი საქმიანი და ხო და ისა ეხა გავაცილე რა დავატყობ რომ მაგრად მეძინება მაგრამ არა ნინოს ამოვატანინე ვედრით წყალი პოლისის ჯოხით აუ ეს ნერვებზე მოქმედებს რომ ткაცუნობს ხო და ტოშას ვიღა დამჭა ფილტრიც გავწმინდე ყველაფერი რაღაცა რომ всё ანუ ამ ვიდეოს ჩაწერის შემდეგ ვალაგებ რა კულტურულ უმაღლეს დონეზე ხო და მე საჭმელია გასაკეთებელი ასორი დაძინების საშუალება აღარ მაქვს. ზათამა კარტოფილი გავცქვენი და უნდა შევწვა და სანამ კარტოფილი შეიწვება, პატარა ქვევით უნდა დავდგა კიდე წვნიანი, იმიტომ რომ წვნიანს ყოველთვის ვაკეთებ ხოლმე მე. თან ხვალე სავარაუდოდ ჩავასხავ ერთ ბანკას წვნიანს, რომ ჩემმა უფროსმა და მავალა რომ თუ გააკეთებო წვნიანსო, სუპსო. წინა დღისა მიყვარს მეო, ხო და ჩაუტანო ბრმა არ გაუჩნდეს მე რა ვიცი.
წინაზე ვახსენე რომ კარტოფილის კერძი მაქვს მეთქი გაკეთებული და რატო არ წამომიღეთ ან თუ გუშინდელი იყო. ხოდა დღეს გავაკეთებ, ცოტა მეტ წყალს დავასხავ. რომ ერთი ბანკა იმას წახვ. ხვალე ვმუშაობ, მაგრად მე სიკვდილება, მაგრამ ვმუშაობ, ხვალდაზე გიქნება გიჟური სამუშაო და 31-მეჩიც, მაგრამ 31-მეჩი მე ვერ ვმუშაობ, არ ვმუშაობ, იმიტომ რომ 31-მეჩი აქ უნდა ვივირო სახლში. ქვეყანა რა ცხარ უცხები მაგ გასაკეთებელი. აი ასე. ველოდებით ცეკვის ვიდეოებს. თუ შემეცხვარე იცეკვეს ერთი და ერთი იცეკვეს ლეკური, რომელიც არ ახონიათ ჯერ აქამდე დადგმული და ძალიან მომეწონა პატარა მონაკვეთები დადეს თვითონ ბავშვები, მაგრამ სტორიზე და ავიცული მაქვს თავიდან ბოლომდე ვნახო. ხო და ჯერჯერობით არ მაქვს ვიდეო მთლიანი. ეს ჩემ უფროსის საპატივცემულოდ დავდე. მოიცადე? მოვიდა დედაშენი კარი გაუღე. ეს რატო დავდე თეთრი მანქანა ყავ ჩემს ძვირფას უფროს. ხო და წინა კვირას გზაზე მიდიოდა და ვერ გაეტია. და სხვას დაიჯახა ბუეტი და ასე გამოებრძღნა ყველაფერი. და ეხა სადაც შემიძლია რომ ტკივნეულზე დავადგა ფეხი ვადგა. აი კომპიუტერი შეიძლება. არა. ხო მართლა კომპიუტერზე გამახსენდა ეს 2 დღეა თუ 3 დღეა ვუყურე ავატარს. პირველ ნაწილსაც ვუყურე, მეორე ნაწილსაც ვუყურე და ეხა კინოთეატრებში იცით თქვენ რომ არის მესამე ნაწილი, წყალი და ფერფლი თუ რაღაცა ეგეთი სახელწოდებით რა მესამე ავატარი და მეთქი სანამ ამებს ვუყურებ, იქნებ მეთქი დადოს მეთქი პირატულმა საიტებმა დადო ქართულად თქო და გუშინ ჰოპ და აჭარა ნეტზე ვნახე, ოღონდ არის ინგლისურად, არ არის გახმოვანებული ჯერ. ხო და იმედია მალე დადებენ. თუ არა და მე მიყვარს ხოლმე თავი რაღაცას რო აკეთებ ხოლმე და ის სხვა ახალი ფილმი ან გულს ვერ დაუდებ ხოლმე რაღაცას, მიყვარს ძველი ფილმების გამეორება. მაგალითად, მიყვარს 60 სერიანი როანი, ხო რამოდენი ანიანი ვთქვი. 60 სერიანი სერიალები როა. მაგალითად, ბინდი მიყვარს ძალიან. შიმშილის თამაშები მიყვარს. და კიდე რაღაცა ეგეთი. ნინო რა არის კიდე? დივერგენტი. აი მაგ სამ სერიალს შემიძლია დაუსრულებლად ზედიზედ ვუყურო ხოლმე და ეხლა ვფიქრობ რომ ესე რომ მოვისაქმებ რაღაცებს დღეს რა გეგმებიც მაქვს. დაახლოებით ეხლა მტვერსასრუთის გაწი გამოწ 15 წუთში 4-ს იმას ვიზავ და 1-15 წუთი გამოწმენდეს. ნახევარ საათში მოვრჩები. ნუ კაი გაწი გამოწი ნახევარ საათი კარტოფილი შეწოს და 1 საათი უნდა მოყოლაფერს რა და მე რას რა გავაკეთო მეთქი და ეხლა მაგ სამ შორის არჩევანს ვაკეთებ რომ რომელს ვუყურო. დივერგენტს შიმშილის თამაშებს თუ რა თქვი ბინდი. ხო იცით საგაროა ბინდი. ვამპირებზე. ხო და იმაგას გადავწყვეტ მე რა. რა თქმა უნდა კიდე. აუწიწილა წივის ბაცაცო მოათრებს უეჭველი გახედე პლოშეტკიდან ჩქარა. ისეა წვალებს. ვაიმე წეღანცი რა იყო ნინო? ვისა დაბლა რო ჩავედი რაღაც ჩავიტანე ხომ მტვერსასრუტის ფილტრი გავასუთავე და თავის ქოხთანით გაბაცაცო ეს კატებისა რო იყო ხო გახსოვთ მგვალა დამოჭილა რაღაცას ყეფავს შიგნით და ვერ მეთქი რა არის და მე შეყო თავი და გამოწია და პანდას მოათრევდა კუდით შიგნით იყო შესული პანდა და მე თვითონაც შეუვარდა შიგნით და 1-2 წუთი იწვნენ. ეგ თუ მანდ მიეჩვია შესულას პანდა. ამ ზამთარს ბაცაცოს არ შესცივა. და ისინი არ ეკარებიან ველურები და მანდ იქნებიან და იწვებიან. სასაცილო იყო. ბიძინას კი უთხარით ჩქარა იმოძრავებოდ რომ არ დაგლიჯოს რა. რა შვებით ხალხო დაიწყეთ სამზადისი. ახალ წელს ხოლმე ყველაზე ის იყო ნინოს ნაუთხრა ჩაი მომედუროს. ნინო შეგიძლია ჩაი დამის ხა?
მიდი რა, აი, ძალიან დიდ ჭიქაში არა ის ლურჯი ჭიქა რო იმაში გავიკეთე. 2 შაქარისა, თენი და ლიმონი მოჭერი და ჩააგდე. ბავშვობაში მეგონა ხოლმე რომ აუცილებელი იყო სახში უნდა ღორი დაკრულიყო. ანუ რაღაცა ძალიან ტრადიცია და გულდამეხალა. და ძალიან რაღაცნაირად მშვებოდი ხოლმე რა, ანუ ჩვენ ყოველთვის ყავდა ღორი. იმ გაჭირების პერიოდშიც ყავდა რა, ანუ იქ საჭმლის ნარჩენები, რაღაცა მახსოვს, ყველაფერს ჭამდა და ანუ არ იყო ძნელი შესანახი იმ მხრივ, რომ ძროხაც ყავდა, იქ შრატი იყო, რაღაცა. ხო და ესა რომ ვიგებდი ხოლმე ვიღაცას არ ყავდა, რაღაცნაირად მეგონა რომ ანუ რატო არ აყავთ ეს ხო აუცილებელია, რაღაცა ეგეთი მეგონა. ხო და ის იყო კიდე მოიტყოდნენ რომ მას თორს უხდებაო სისხლიო. თოვლზე დაკრული ღორიო არისო კარგიო და რაღაცა ის ეგ მეგონა ულამაზესი, ყველაზე ლამაზი. ასე ვიჯექი ხოლმე ესე ღორს რო კლავდნენ, ყურებზე აფარებული ხელებით. თუმცა შემდეგი პროცესი ძალიან მაგარი იყო. მწვადი ხო ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ ვინც იცით ის ნაკვერჩხალზე დაგდებული შამფურზე არა, ეგრევე ნაკვერჩხალზე რომ უნდა დააგდო ელენთა. ბავშვობაში სახელი არ ვიცოდი ხოლმე, სისხლიან ხორცს ვეძახი. აი, არ ვიცი, დღემდე როგორ მიყვარს ეგიცით? ძალიან. მაგას რო დააგდებდნენ ხოლმე, ზოგადად დიდად მჭამელი არ ვიყავი ბავშვობაში, ნუ ყველაფერს არ ავჭამდი რა, ეხლა რო ვარ და ყველაფერს ავჭამ, არ ვიყავი. არ ვიყავი ცუდი მჭამელი, მაგრამ თლათ ჰაი-ჰუი არ ვიყავი ისა და რო იცოდნენ რომ ეს მიყვარდა ხოლმე, რავი, ალბათ ნახევარს მივჭამდი. ვერი რაღაცა ეგეთი ის იყო ხოლმე, რაც ტრადიცია მეგონა. კიდე ერთი ოთახი, ხა ჩემი ძლის და ჩემი ძმის ოთახია ეგ. ეგ იყო ხოლმე გრილი ოთახი და მახსოვს ოლივი არა კარგი, არ მიყვარს მაგ სახელით, მაიონეზს რო გააკეთებდი, ნამცხვარი რო გიქ. მოკლედ ყველანაირი კერძი რო გაკეთებოდა. აი სამ იატაკზე ვალაგებდით ხოლმე იქ მაგ ოთახს რო დიდათ ანუ ხმარებაში არ იყო ეგ ოთახი და საჭმელებს ვალაგებდით ხოლმე იქ და მახსოვს აი ახალ წელს რო შევიდოდით გასაშლელად და ბაბო და დედა რო თეფშებზე დამიდებდნენ და რო ვეხმარებოდი ხოლმე რაღაცა გამოტანაში აი მოთახი სუნი მახსოვს. აი მარტო კი რაღაცა შევდიოდით და რაღაცა ხოლმე, მაგრამ საჭირო ახალ წლებში იყო, დღესასწაულებზე იყოს, რა დროსაც საჭმელი შევქონდა და ვალაგებდით ხოლმე. მაცივარი ქონდა მე მგონი, ხო, ქონდა მაცივარი, ნუ რაღაცა პერიოდი ქონდა, რაღაცა პერიოდი ხარ ქონდა, მაგრამ იქ გრილად ინახებოდა ხოლმე. და ეგრე ფეჩებზე რო კეთდებოდა და ჯერ რო გაზი არ იყო. ეხა დიდად გაზის ყოფნა არ ყოფნა ძალიან ბევრს უშლის ხალხს, მაგალითად დილას რომ უნდა მებანავნა, ვერ ვიბანავე, ეხლა არ არსებულია, ვერ იბანავებ, სადღაც 11-12 პირველის უნდა შეხვიდე და იბანაო, რომ წყალი გაგიცხელდეს. და ველოდები ამაღამდელ ღამეს რო ვიბანაო. თბება ოღონდ არ არსებობს გაიყინები სანამ იმას. ეხლა დროა უკვე ჩვენც ფეჩს ვდგავთ ხოლმე აბანოში. რო ბავშვები რო ბანაობენ ხოლმე და რაღაცა ფეჩი. თან მეშინია ხოლმე ფეჩზე არა უცურდეთ ვიღე ნინოთან მარტო კაშეძე იქნება და ასკდეს. და ესე ზიანი ამინდია, თუმცა ყინავს. იმიტომ რომ სარეცხი როგორც გავფინე, გამხმრები კიდია, მზეზე კიდია, ნიავზე კიდია, მაგრამ არის გაყინულები. ეხა ერთ პირი კიდე შევყარე რა ცოტა გაირეცხოს. თან ისეთებია, მე რომ მიყვარს, ანუ შემოიტანო და დაკეცო რა, არ უნდა უთო. ადვილები ავარჩი, ადვილი ისინი ავარჩიე, რომ ადვილად დავალაგო მე. თუმცა ეხა ეგეც მეზარებ. წავედი ახლა ხალხმა დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე. ვიცი დავგვიანე დღეს, მაგრამ ქონა მიზეზი.
იმის რომ თქვი მეფხანება სტუმარი მყავდა და ეხა ყავაც დავლიეთ, ვიჭუქჭუკეთ, ვიჭორავეთ, დამთილი გავჭორე. უი, ეგ არ უნდა მithქვა. ეხა ჩაის დავლებ და მე გავაგრძელებ დანარჩენს. დანარჩენი გავაგრძელოთ სახლში. ხო და ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას. საღამოს თუ არ წავსიკვდილდი, აუცილებლად შემოგეხმიანებით კიდევ. დამიწერეთ თქვენი ტრადიციები რა გაქვთ, რა გქონდათ ბავშვობაში და მოდი ის რო იყოს თუ არ დაგეზარებათ რა, ეხლა ვერ დაგავალდებულებთ ნამდვილად, იმიტომ რომ მეორე ვიდეო ჩავწერო მაგის გამომედ. თუ რამე ტრადიცია გახსოვთ ისეთი, ან თქვენ გგონათ რომ ეგ იყო ტრადიცია როგორც მე მაგალითად წეღარაც გითხარით, დამიწერეთ მოკლედ კომენტარებში და მეორე ვიდეოში განვიხილოთ თქვენი საახალწლო საბავშვო ტრადიციები რა იყო, ან თუ ეხლაც მისდევთ რამე მსგავს. მე მიყვარს ხოლმე ის რაღაცის გაკეთება და გამეორება, რაც ბავშვობასთან ასოცირდება ხოლმე. აბა კარგად იყავით თქვენიცით ბედნიერი დღე ყველას. კარგად.